ნება მიბოდეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი პირველი სტუმრები. ორი მეგობარი, ორივე საუკეთესო ექიმი, ორივე პროფესორი და ორივე იუმორის ნიჭით გამორჩეული. გთხოვთ შეეგებოთ გიორგი ჭუმბურიძე და ოთარ ტატიშვილი. აუ მარჯოს. ბატონო ოთარ. მიხარია თქვენი დებიუტი ამ გადაცემაში. თვითონ ეცნება უკვე მე მოდი ვარ. მოკლედ აქ ჩვენ ხო იცი როგორი თემა გვაქვს აღგორებული რომ ასე რომ დამიძახებს ბაღაშვილი. და მე ასე ხომ მოვდივარ. აქ ჩემი წყალი მიდგას ხოლმე საჭმელი, ესე იგი გრუმინგზე ვყავდი. ჭიებზე დამამუშავა. სეზონური აცრები გამიკეთა. გამოფენაზე ვყავდი გაყვანილი. რაღა დარჩა. მეგობართან ერთად არ ყოფილხარ და აჰა. არა. არ შეგიჯვარები ვარ ჯერ. ეს დარჩა ბოლოს. სპეციალურად არ ჩამომithliოთ თქვენი რეგალიები, თორე აი ნახდათ ნახევარი გადაცემა ანეყოფოდა ან არა. ხო და ამიტომ მოკლედ შემოვიფარგლებ, მაგრამ კარგია მოკლედ. ერთი ამბავი მაინც უნდა ვთქვა, შარშანდელი წელი რითიც გამოირჩა ჩვენი ძმისა და მეგობრის ცხოვრებაში. ჩვენი გიორგი ჭუმბურიძე სრულიად დამსახურებულად თბილისის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს და გილოცავ დაგვიანებით შემოძმაო ამ საპატიო წოდებას. გაუშვით გერმანიაში და ჩამოვიდა და დღეს წამყვანი ორთოპედია აგერ აბატონო. შენ მაფასებ ახლა ესე თორე გერმანიიდან ჩამოსვლაზე გამახსენდა და ერთი ამბავი. გერმანიაში როგორ არის? როცა გამოძახებით მორიგე, როცა ხარ ეგრეთ წოდებული on-calls რო ეძახით რა. მამამ რო წაგიღო მიუნხენში სასწავლებლად ქართული სულ დაგავიწყდა. გამოგიძახე საავადმყოფოში სასტრაფო ოპერაცია. წამოხვედი ხ მანქანით მიდიხარ და დაუშვათ მოყევი საცობში. დარეკავ პოლიციაში, რომ ქირურგი ვარ, ესა და ეს, მივდივარ ამადამ კლინიკაში, საცობში ვარ და ვერ მივდივარ, მოგაკითხავს პოლიციის მანქანა, ჩაგიდგება წინ, გაგინთავისუფლებენ გზას და მიგიყვანენ კლინიკამდე. ახლა ეს ხო ვიცი რომ აქ ესია, რომ დაუბრუნდი ხა ჩამოვედი აქ საქართველოში. ილას მივდივარ სამსახურში ოპერაცია იწყება უკვე დამირეკეს რომ ამყავს უკვე საოპერაციოში და მივდივარ და ბაგრატიონის ზეგთან ორთაჭალაში მოედანზე იქ კეტავენ ხოლმე დილაობით გზას აი განტვირთვის მიზნით როცა კეტავენ ხოლმე ხო ერთი მხარეს რო იმოწმოს მანქანება და დამხვდა გადაკეტილია მანიშნებენ რომ იქიდან მოუარეო იქ აი აბანათუბანში უნდა ჩავდი ახლა ვიფიქრეს გამახსენდა რომ იქ ესეთი წესებია და აქაც მიუნხენური შეუშვა მივაყენიან პატრულის მანქანას და ჩამოვწიე ფანჯარა ავიღეს ჩემი ბეიჯი მოწმობა და მეუთხარი დიდი ბოდიში მეთქი ქირურგი ვარ მეთქი და ოპერაციაზე მაგვიანდება და იქნება გამატაროთ მეთქი რა ვიფიქრე რომ აი ხო ყველანაირ პასუხს ველოდებოდი ხარ რა უნდა მითხას ხარ რომ არა ბატონო ასე წადით ან იქიდან ან მოგზანდით გაგატარეთ ნუ გამატარეთ მეთქი და ესე მიყვერდა მიდი კაცი ერთი გაიარე აქედან დაფასების ამბავში მიდი გაიარე ჩემი ბიძაშვილისა ჩემი სიძია რა კახი ბიძაშვილის ქმარი ჩვენ ძმაკაცია მაგარი კაცი მაგარი ბიჭი აი ოქრო ბიჭია რა და თქვი სახელი და გვარი შეგაცო რა კახა და მოკლედ ეხლა გვარი კახათი შემოიფარგლა კახათი შემოიფარგლა მაინც რა ვიცი კახელი არ ეწყინოს მაინც იყოს ხო ხო და საკობო არის ერთი ესეთი სოფელი აი წნორის წნორთან ხო და იქაური იყო მამამისი დედამისი იყო თბილისში დაბადებული გაზრდილი რა რომ მოიყვანა ეხა ცოლად ეს დედამისი და გადავიდნენ რამდენიმე წელი საკობოში ცხოვრობდნენ იქ რა ერთი დღე და იქ მაგათ მშობლებს კიდე რაღაც ინდაურის ბიზნესი ჰქონდათ ფერმა რო ვთქვა ეხა დღევანდელი ტერმინოლოგიით და ინდაურებს აშენებდნენ ზდიდნენ და ყიდიდნენ მოკლედ ერთ დღესაც ეს თბილისი და ჩასული ახალი რძალია და იქ სახში მარტოა რა ოჯახი წასულია იქ ვენახში რა რაღაც ქალი მოვიდა ესე ინდაური აქ იღლიაში ამოჩრდილი ნუ მოადგამას გამარჯობა შვილო ვანო პაპა სახშიაო არა არ არისო სახში ოლა ბაბო არ არის მე ვენახში არიან მე ობოდიშიო მარტო ვარო ესა აიო
ის ჩამოვიყვანეო ინდაურიო გვერდზე სოფლიდანა ვარო თქვენაო აქაო ინდაურები რო ყავთო დასაპეპლად ჩამოვიყვანეო ხო და ვერ მომეხმარებითო და ანკანა უთხრა რომ იცით რა ისინი სახში არ არიან მე ამ თბილისელი ვარო აქ ვერ ყვევიო რა ესეო და თან გაეცინა რა და უთხრა განბატონო გვერდზე სოფლიდან ახლა დასაპეპლათო ინდაური აქ რო არ ჩამოგეყვანა თუ ეხლა თქვენ სოფელში მამალი ინდაური არ იყო რო იქ რო დაგებებლათო და ამქალვა შეხედავ მამის მინა კერესვალი შენაო აბა თბილისი და საკობოს ჩამოხვედი დასაპეპლათაო და ინდაური რო გვერდზე სოფლიდან ჩამოგეყვანა ეხლა რა ხონებული მამაჩემის ბიძაშვილის შვილმა მოიყვანა ცოლი. კაი ბიჭია ძალიან ევროპაში ცხოვრობს, მუშაობს შვეიცარიაში. ხო და ჩამოვიდა ქართველი ქალი მინდა მოიყვანა მოკლედ ცოლი და გაგიკვირდება და თამადავარ. იშვიათი გამორაკრისები. ხო, მოკლედ ეს თამადის მაგიდა ხო ცალკეა და ეს მაგიდებია ჩაწყობილი ესე 20 კაციანი. და ჩემს მაგიდასთან, ანუ სადაც თამადაზის თავში მეორე ბოლოში ზის, შენ ჯვარი გწერია და ცხონებული მამაჩემი. ხო და მოკლედ ავდექი ახლა რა? ერთ საგრძელო თქვი, რაღაც და მეორე საგრძელო მიმყავს სუფრა და ახლა უცებ და ხედავ მამაჩემი ადგა. ესე გაისწორა. ახლა შენ ხარ ოთარი. თამადასთან იქთან ვიღაცებს ხდება. აх, შეგიძლია. ენის მიმტანი კაცის დედავატირე, მაგრამ მესამე და მეექვსე მაგიდა არ გისმენს. ოღონ დედავატირე ცოტა მძიმეთი იყო. მაგარი ისტორია. უცებ მესამე და მეექვსე მაგიდა ჩაუშვა, მაგრამ ენის მიმტანი კაცის დედავატირე. ესე იგი, შემოუძალე. იმდენად მოუსწრელი კაცია ეს, ხო, ამდენი ხნის მაგაცობა. აბა ჩემნარი მოცლილი ხო არა თეში ერთხელ მოვიდა. შენ აქ ყავხარ კაცო და იოლად განმოგიმატიჯებ ხოლმე, მაგრამ ეს კაცი პირველად ყავს სტურად, მაგრამ აქვე ეტყვი ჩვენს მაყურებელს, რომ არამს და არამს უკანასკნელად. რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენ მაკაცობისთვის. მადლობა შენ. ერთად ყოფნისთვის და დღეს მობრძანებისთვის. ჩვენი სტუმრები იყვნენ ოთარ ტატიშვილი და გიორგი ჭუმბურიძე. გაიხარეთ, მადლობა დიდი.